მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა. რა მოდის თქვენ ცხოვრებაში? 3-10 დღის ვადებში პლუს მინუს. საშუალოდ 3-10 დღის ვადებში რა მოდის თქვენ ენერგოველში, თქვენ ცხოვრებაში. საერთო გაშლა არასაკვირველია, ყველაფერი არ მოქმედებს. შეიძლება ეს გაშლა არ იყოს თქვენზე, ამიტომ იდენტიფიკაციას დააკვირდით. რამდენად შეიძლება რომ თქვენი იყოს ეს გაშლა, პირადი გაშლები არის უფრო ზუსტი და პირადისთვის მომწერეთ პირადში, ფასებს დეტალებს გაგაცნობთ ყველას მე თვითონ. ერთ კითხვაზე აქვე ჩავამატებ, ყველანო მომწერთ გაშლას არ ვაკეთებ და ყველასთვის არის ჩემი გაშლები ფასიანი. უფასოდ არავის არაფერს არ უკეთებ, არც მე არ ვწერ, გაითვალისწინეთ. წავედით ახლა გავიგოთ ვინ ხართ თქვენ, რომ გაიგოთ თქვენზეა თუ რამდენად შეიძლება იყოს თქვენზე ეს გაშლა. მე ხარ თქვენ. 21 მაღალი არკანი, თასის დედოფალი აქ ამოდის და 0 შუთი, 0 მაღალი არკანი პირველი არკანებს შორის. კალთის ძირში ამოდის კოშკი, მე-16 მაღალი არკანი. ნუ ძირითადად აქ წარმომადგენელი არის წყლის სტიქიის გაშლა არის ორივე სქესთვის. წყლის სტიქია ეს არის თევზები, კიბორჩხალა და მორიელის ნიშანი. შეიძლება ასცენდენტი გაქვთ, ან თუ არ გაქვთ, ამიტომ ჰოროსკოპს ნუ მიაჯაჭვებით, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ, რომ თქვენი ასცენდენტი მაგალითად კირჩხებშია, როგორც ჩემი. მოკლედ, წყლის სტიქიის დედოფალია აქ ამოსული, ქალი, რომელიც ძალიან ემპათიური, ძალიან მგრძნობიარე, მოსიყვარულე, ძალიან ემოციური და ზე ემოციურია საერთოდ ყველას და ყველაფრის მიმართ. ძალიან უყვარს შეიძლება თქვენ ანუ გიყვართ ცხოველები, შინაურ ცხოველებზე აქ საუბარი და ცხოველებსაც ძალიან დიდი ემპათიური, ასე ვთქვათ, შეგრძნებები აქვთ თქვენი დანახვისას. უყვარხართ, გეფერებიან, რაღაცნაირად გეალერსებიან, ეს იქნება კატები, ძაღლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ზოგიერთ შეიძლება თუთიყუშებიც და მისნაირებიც. მოკლედ, ადამიანი, რომელიც ნახეთ როგორ ამოდის კარტი. სამყარო 21 მაღალი არკანი, რომელიც ასრულებს მაღალ არკანებში პერიოდს, წყლის დედოფალი, თასის დედოფალი და 0 შუთი მაღალი არკანი. ანუ როგორი ლოგიკურად ჩდება ერთი პერიოდის დასასრულს გეხართ თქვენ ცხოვრებაში ახლა და რაღაცა დაასრულეთ, აი ესეთი ლოგიკური შედეგი, რაც ფეხმძიმებას მაგალითად მოყვება ბავშვის დაბადებით. ერთგვარი პერიოდი დასრულდა, რაღაცა მშვიდობით, რაღაცა კარგად მოაკვარახჭინეთ, ასე შემიძლია ვთქვა. ძალიან ხა ესეთ ენერგიებში ხართ, სიყვარულის რაღაცა თბილი, აი კმაყოფილების, საკუთარი თავით კმაყოფილების, თუნდაც იმითი რომ აესცხრათვე ატარეთ მუცლით ეს ბავშვი და შემდგომ იმშობიარეთ, ასე ვთქვათ. ნუ ორივე სქესისთვის არის ეს ერთგვარი მაგალითის სახით გიყვებით, რომ აი რაღაცა გადაიტანეთ პერიოდი, მშვიდობით დაასრულეთ და მშვიდობით შეგეძინათ აი ეს ბავშვი. ზოგისთვის მართლაც შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით იყოს, რომ ეხლა შეგეძინათ შვილი და გილოცავთ, თუ ასეთი პერიოდში დგეხართ, ეხლა არასაკვირველია, ეს არის დიდი შენაძენი თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ ახალი ეტაპი იწყება. აი ახალი ეტაპი ბავშვთან დაკავშირებით, მაგალითად შუთი არის ეს ბავშვების კარტი, ასევე ბავშვთან ნაპოვნი გასაღები თქვენი ცხოვრებისეული, აი გასაღებით მიდის შუთი, გვერდით აქვე ერთგული თავის მეგობარი ყავს, ეს იქნება ზოგიერთისთვის პარტნიორის სახით, საყვარელი ადამიანის, მეგობრის სახით, ნამდვილად ოჯახის წევრის სახით, ყოველს თქვენი ყავთ საერთო გაშლაში. რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია სავარაუდოდ იყო, ამ კონფლიქტურ სიტუაციასთან მიმართებითაც იქნება ნაწილისთვის, რომ რაღაცა დაასრულეთ მშვიდობით, აი რა კონსენსუსი იპოვეთ, რაღაცა დიალოგი შედგა, მართალია კონფლიქტი იყო და რაღაცა შეიძლება ეჭვიანობის ნიადაგზეც იყო ეს კონფლიქტი, უნდობლობის ნიადაგზე, რაღაცების ნიადაგზე საერთო გაშლაში ყველას დეტალები თქვენი გაქვთ, მაგრამ ერთგვარად აი ეს პერიოდი დაასრულეთ. ზოგისთვის დასრულდა კიდევ მეორე მშვიდობით, კარგად და კონსენსუსს მიაღწიეთ, ზოგისთვის დასრულდა ისე, რომ ერთგვარად აი ეს კონფლიქტებიდან, დაღლილი სიტუაციიდან ამოისუნთქეთ, დაასრულეთ წერტილი და ანუ ყველა სიტუაციაში წერტილია რაღაცაზე დასრულებულია ერთი პერიოდი თქვენ ცხოვრებაში. ზოგისთვის ასე იქნება, ზოგისთვის ისე 50-50-ზე აქ კონკრეტულად ვერ გეტყვით, რომ მაინდა-მაინც კარგად დასრულდა, ან მაინდა-მაინც ცუდად, თუ მდგომარეობას რაღაც ენერგეტიკას განვიხილავთ. მაგრამ თავარი იდეა ის არის, რომ რაღაცა დასრულდა, რაღაცაზე წერტილი დასვით, თავისი ლოგიკური შედეგი იყო ეს
მშობიარობის სახით ზოგისთვის ახალი გზაზე დგეხართ, ეს შეიძლება ასევე იყოს იმ ადამიანებისთვისაც რაღაცა საბუთს ვერ ღებულობდით, მაგალითად, რომელზეც ხელმოწერა ან ვიზის ჩარტყმა ან რაღაცა მნიშვნელოვანი დეტალი ჭირდებოდა, მაგალითად, სახელმწიფო უწყებებიდან და ეს ყველაფერი ლოგიკურად, ესე იგი, შედგა, მიიღეთ ეს ხელმოწერა, თუ ეს ბეჭედი, თუ ეს ნებართვა და მზად ხართ მოგზაურობისთვის, ახალი თავგადასავლისთვის, თავგადასავალი პირდაპირ მნიშვნელობით და გაგებით ცხოვრებისეულ ეტაპზე, რომ რაღაც ახალ სრულიად ისეთ ეტაპზე დგეხართ ახლა, რომელიც ჯერ არ გქონიათ ცხოვრებაში და ამ გზაზე არ მდგარხართ და ეს არის რაღაცა სიახლე, სრულიად ახალი თავი თქვენ ცხოვრებაში, ასევე ნაწილისთვის იქნება კიდევ მეორე გზაობას თავისი ცხოვრების ისეთ ადგილას, მაგალითად, თავგადასავალი, სადაც ელოდება რაღაც ახალი პერიოდი, ახალი ნაცნობობები, ახალი სამსახური, ახალი ურთიერთობა, ყველას საერთო გაშლაში გეკნება თქვენი და ეს ყველაფერი არის, ასე ვთქვათ, დეტალები, მაგრამ ყველას გაქვთ რაღაც ახალი ეტაპის წინაშე დგეხართ. ნუ თქვენ თავს თუ გრძნობთ და ატყობთ, რომ თქვენზე იქნება ეს გაშლა, წავედით, გავიგოთ მაშინ რას უნდა ელოდოთ უახლოესი 10 დღის ვადებში თქვენ ცხოვრებაში, რა მოვლენებია, რა ადამიანებია, დინებია, მოსალოდნელი. ტუსტასი, აქ ძალიან დიდი ალბათობით ბავშვზეც არის საუბარი. ტუსტასი, ტუსხმალი. 60000. ნუ პირველ რიგში შვილთან დაკავშირებით მომდის ინფორმაცია, რომ ესე იგი ვისაც მართლაც შვილი შეგეძინათ, გილოცავთ როგორც გითხარით და აი ეს რაღაცნაირი ერთგვარი გამოსავალი ლაბირინთიდან იპოვეთ, ბავშვთან დაკავშირებული აი რაღაცა ნათლობასთან დაკავშირებული იქნება თუ მის მოვლინებასთან დაკავშირებული აი რაღაცა გაგინათათ და რაღაც ახალ გზაზე დაგაყენათ, ასე ვთქვათ, ცხოვრებისეულზე აი ამ ემოციურ ფონს, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად თქვენ გარშემო მყოფებსაც უზიარებს და მათ განაწყებულობთ, რასაკვირველია ამ 60000-ით ამ სასიყვარულო ენერგიებს, ეს იქნება ხშირი სტუმრების სახით, რომელიც მოდიან ბავშვის სანახავად, მაგალითად და რაღაცნაირად სიყვარულს და სითბოს გამოხატავენ, ასეთი ნაწილი, ასევე ნაწილი იქნება ის ადამიანები, ვისაც შვილთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ, ასე ვთქვათ, ნუ ჩასახვას გულისხმობ და ერთგვარი გზა ლაბირინთიდან გამოსავალი შეიძლება იპოვოთ ამ მომენტში, ამ პერიოდში, მიგასწავლონ, დაგაკვალიანონ, მაგალითად, კარგ სპეციალისტთან, ექიმთან, რაღაც ახალი სამედიცინო ჩარევებით მოხდეს და მოხერხდეს იმ თქვენი პრობლემის აღმოფხვრა და ეს იქნება თქვენთვის უზადოდ ძალიან დიდი ემოციური ფონის მომცემი დადებითის, რასაკვირველია, რომ წყალგადაწურული და ასე ვთქვათ, გადაწურული არ არის ამ თემასთან დაკავშირებული თქვენი პრობლემა, ანუ მოგვარებადია და ესეთ ემოციურ ფონს იგრძნობთ ძალიან კარგს, თქვენ შინაური იქნება ეს ადამიანი, შესაძლებელია ცოტა დიდი ხნის კონტაქტიც კი აღარ გქონდათ, მაგრამ რაღაცნაირად სამყარო მუსებ გამოგიჩინოთ ეს ადამიანი აი საჭირო დროს საჭირო ადგილას, აი თითქოს უკვე იმედი რო გეწურებათ და ესეთი ინფორმაცია მოგაწოდოთ სრულიად შემთხვევით მის დაუნებურად, მაგრამ რაღაცნაირად თქვენი დაკვალიანება მოხდეს. კარგ სპეციალისტთან მიგაგზავნოთ, დაგაკვალიანოთ, რაღაცა ახლებურ მეთოდიკაზე გაცნობოთ, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება სწორედ იმ მომენტში, როცა თქვენ ესე ძალიან დანაღვლიანებული ამ თემატიკასთან დაკავშირებით იქნებით. წყალგადაწურულ, იმედგადაწურულ რეჟიმში, აი ესეთი გამონათება გექნებათ ასეთი ადამიანისგან. სამყარო მოგივლენთ ასეთ ადამიანს. კიდევ რა მოდის სხვა დანარჩენებისთვის? კიდევ დამავიწყდა მე თქვა, რომ სიყვარულთან დაკავშირებით ვისაც პრობლემები გაქვთ და ეხლა ვერ ნახულობთ, არ ნახულობთ, შეხვედრები არ გაქვთ, ეს თემატიკა ამომვარდაუცებ და ესეთ მოწყენილ დეპრესიულ მდგომარეობაში, ასე ვთქვათ, იმყოფებით, რაღაც გაგინათდებათ, გზას იპოვით სიყვარულთან მისასვლელს, ან ასე ვთქვათ, რაღაც აზრი გაგინათდებათ, იდეა მოგეცემათ, თუ როგორ შეიძლება წარსული სიყვარულის შემოbrunება, კონსენსუსის ნახვა ურთიერთობაში და დალაგება ამ ურთიერთობის.
რატოს პენტაკლი ამოდის, ესე იგი 1 2 3 ტუზი ამოვიდა, 3 ტუზი ეს არის ძალიან კარგი გაშლისთვის, პირადი გაშლა რო იყოს უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მაინც რაღაცას აღნიშნავთ, სუფრა გექნება დღესასწაული, ნათლობა, ბავშვის შეძენასთან დაკავშირებული თუ შერიგებასთან დაკავშირებული შანსები გექნებათ, ასევე ფინანსურ მხარესაც, ამიტომ მიიღეთ ეს ყველაფერი ძალიან კარგი